დღევანდელ ვიდეოში ნახავთ ყველაზე იაფშენ და ყველაზე ძვირიან ყურსასმენებს და გვეყოლება სტუმრად ტიქსონას სახლი. და მე თავად პიროვნება და მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის პირველი ვიდეო ჩემთან ერთად. მოკლედ პირველი გვექნება $5. ის რა? ძალიან საინტერესო ის არის, რა ქვია, ყურსასმენი. თუ ქვია მას ყურსასმენი არ ვიცი. დიზაინი ცუდი ხარ აი წითელ ფერებში ვარ ჩვენ, როგორც ჩვენ რა. აი ესე გამოიყურება მოკლედ, ანუ ადამიანს როგორ უკეთია. დიდად ვერ გამოაოცა, მაგრამ $5 და რას ვიზავი ხა. და უკვე გადავედით უკვე $10-იანზეც. აი ზუსტად ესეთი ქონდა 2017-ში მეც. კომპიუტერს მოყვა რა. მალე გადაგიტყდება ეხა თუ რეიჯერი ხარ, რა? შეიძლება ხელშიც დაგიმშვას არა? აი ეს არის მეგობრებო, ჩემი ნაუშნიკი. სად ეს? და უკვე ორჯერ მოიმატა ფასი წინასთან შედარებით. და ასევე ხარისხმაც მეგობრებო. ამას შეხედე ზმა. ვაფშე არ იტყობა რა $20-იანი არის. მეგობრებო, ეხლა უნდა განახოთ ჩემი ყოფილი ნაუშნიკი. ყოფილი ესე დაიწყე. $100-იანი არის Redragon-ის ერთი წუთი. მანამდე გამოიწერეთ ახლა. სამწუხარო აღარ იხსნება. აი ესე მოგვიწევს ყურსასმენის ნახვა. თითქმის ერთნაირია მგონია რა. ნუ ცოტათი განსხვავდება. არა, კაი გამძლეობა კი აქვს ისე. გამძლეობა კი არის და ხელს რო აჭერ, კაი რეზინის არის რა. ხო, ცუდი არ არის რა. ანუ არ შეერცხება გადაღების ელემენტარულად, ხო? და გადავედით უკვე $50-იან ყურსასმენებზე. Yes! Let's go. Wow, ნახე ინტრო. $50-იანისთვის კარგი ის არის ინტრო. მოიცა $50 ხო? ხო, ცოტა გავძვირდით უკვე. ყავია ძმა. ყავი უნდა იყოს აბა როგორ გინდა ისე $50, აბა ისე კი არ არის. ბიჭო, HyperX-ის მონტია. Dutch-Blaze-ის ყურსასმენის რაერია. ნახე, აი ესე ნახე კაბელსაც ახი, აი რა კარგი არის. და უკვე $100-იანზეც ვართ. Benjamin Franklin-ი მეგობრებო. ნუ წინა ჯობდა ისე ვიზუალურად წინა ჯობდა მოდი თქვათ ეგა. ჩემი yesterday. არ თავდება ყურსასმენები თუ რა ხდება. შენაირია ისე. ნუ იგივე არის თითქმის. ეს ტუნი არის, ჩემი არის ლაივი. მაგრამ მსგავსია რა. კედელზე დაკიდებული როგორ გამოიყურება ესეთი. იმენა იმისა, მიტროს ესე, მეტროში ჩაჯდები რა, დაჯდები და უწევრო ვიღაცები რომ უაზრო რომ რაღაც ადეკვატური ხალხი ამოდი რაღაცა. ამდე შენ გაიკეთებ. აღარაფერი აღარ გესმის. მორჩა უკვე. და გადავედით უკვე $2 ფრანკლინიან ფულზეც. ფულზე? $2 ფრანკლინიან ყურსასმენებზე გადავედით. მე მაგალითად რა ვქე, ვიზუალით ის ძალიან მომეწონა. აი $50 რო იყო, რო ანათებდა რა. ჯერჯერობით ეგრე ჯობდა. აუ რა კაია. ნახე რა კარგად იწელება. 255 გრამია. არა მე ხარისხს ყურ ნახე რა. აი როგორი გულოვია და აი ეტყობა. ისე ხო, მართლა კაი არის. ნახეთ ან ქასტუმ რაღაცეებიც აქვს. თუ ეგ ისედაც აქვს ყველას. მაგაში ვერ ვერკვევი. აი მოკლედ ეს არის რა, მონაცემებიც Bluetooth 5.2 50 საათიანი ბატარეა აქვს. 3 საათი და ნახევარში იტენებს. ჩემი კომპიუტერის მაგდეხაში იდენება მგონი. და უკვე $500-იანზეც გადავედით. Bravo. ძალიან მაგარია. $10 მეგობრებო, რატომ უნდა გადაიყადო, მაგრამ ეს რა რადიატორები ამას ეხლა მეტროთი. აია, მესმე, აი სახში დავუშტე რაღაცა. აია, მაგრამ ჩემი აზრით ანუ გარეთ ვერ ვივი მე. პროგრესი გვაქვს ძალიან დიდი. $5-იანს ჯობია ნამდვილად. აუ, რა ბასები იქნება. ნახე, ამხილა ის აქვს, ბიჭო, ბაცები, ბალიშები, ანუ. ისეთი ბასები იქნება, წარმოიდგინე. და უეჭინო და დაალაიქოთ ვიდეო, მაგრამ არ დახსენებია, მაგრამ ძალიან დიდი არის ჩემი აზრით, აი ნახე რა. აი სახისთვის ასწორებს, აი სახში როგორიც, მაგრამ ვერ ვივი ასე უნივერსიტეტში ხვდები. მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი არ არის, რადგან კიდევ ვერ ყურსასმენი გველოდება ამ ვიდეოში. ეს უკვე $1250-იანი ყურსასმენებია. არა, წინა ჯობდა ჩემი აზრით. მაგრამ ის სამაგიეროდ რა ვქე, ძალიან მძიმე იყო რა. ნახე რა ტყავია. ნუ სამაგიეროდ ისინი აწერია რა ყურებს რა ვქია, რაითი რომელია და ლეფტი რომელია. ჩემზეც აწერია. ნუ მიხვდები მაინც რა, მარცხენა და მარჯვენა რომელია, რო არ იცოდე. ხო, ნუ კომფორტულია. 323 გრამია. ეს რა, შესაძლებია პროსტა? ხო, აუ. ნუ 5 მოყვება. შეიძლება 5-ის გამო ესე ძვირი არ ვიცი. 5 ვიყიდე. $1250. კომპიუტერს ავაწყობ, ძმა. ნახე, Bluetooth-ის გადასაშვებიც აქვს. აუ ეს ჩემსაც აქვს ეს ფუნქცია სხვათა შორის. მაგალითად ორჯერ თუ დაადებ რა, გადადეს სხვა ვიდეოზე და თუ ერთხელ ეს ნახე კარგად ეწევა ეს. ხო, ძალიან კაია. $6500. ეს რა არის? ტიტანი თუ რა? Utopia-ს ყოფილა. რაღაც ისეთი ლოგო კაი შაურმორუა რაღაცა ისეთი დიზაინი მაგ ლოგოს. კაბელი მომწონს. კაბელი მოგვეწონა $6500-ში. გონი ყურსასმენსაც ჯობია. არა, ხარისხს მართლა ეტყობა, ნახე როგორი ნაწილებით არის. და მეგობრებო, ანუ ოლიგარქები გავხდით, ანუ $12000. აბა ამოიღე. რაღაცა პროპელერები ვით აქვს რაღაც მგონი, ხო? სიგიჟიაც, მაგრამ $12000. მართლა სასწაულია ჩემი აზრით რაღაც ეგა. მაგრამ ჯერ სადა ხარ, ანუ ეს მარტო არის $12000-იანი და კიდე გველოდება ამაზე ბევრად ზვირებიც. შენასიზავდე ეგეთი რაღაცამ რო გაგიტეხოს. რიტუალს ჩავატარებდი და მსხვერპლად შევწირავდი. და $18000-იანი ყურსასმენები. სულ რაღაც $6000-იც მეტი.
ვოუ, ჯერ რა ქვია, თავზე რო გაიკეთა რა ხელა ქონდა. არა, ძალიან მომეწონა მე მაგალითად. ესე ძალიან კაია. მაგდენო ქონეს კი. Weigh 374 grams. 374-ო ბიჭო. 374 გრამია ეს ანუ. თავი მეთკინე. აი ეს მეგონი რა ქვია, იმებზე არის ელექტროსტატიკური არის. ალბათ, ანუ მუსიკის შექმნისთვის, მაგრამ მუსიკის არ ვიცი, არის საჭირო. ელექტროსტატიკ ჰიტფონს ესე აწერია. ფიზიკის წიგნი. გადავშალო. აბა მოვძებნოთ სად არის ელექტროსტატიკური. 1-2 თვე დაგველოდეთ, დაგვეყარა. Many months later. 27 საუკუნის წინ ბერძენმა სწავლებელმა შეამჩნიეს, რომ შარის ქსოვილზე ხახუნის შედეგად ხარვა იზიდავს მსუბუქ სხეულებს. იმასთან რა კავშირშია ვერ ხვდები უბრალოდ. ეგ საკ ელექტროსტატიკა მგონი. და უკვე ორჯერ გადავამრავლეთ წინა ყურსასმენის ფასი. ანუ $36,000 ვინც მათემატიკა არ იცით. $36,000. მეგობრებო, თუ ვინმე შეიხი ხარ და ცხოვრობაში ვით ამიტომეთ. ხო და ამას იყიდის ტიქსონა. ბიჭო რა პატარა. ანუ რა ჩატიეს ასეთი $36,000 ეს ანუ ვერ ხვდები. ბიჭო ანუ ჩვეულებრივი ყურსასმენებია რასაც ვაკვირდები. პროსტა შეიძლება გოქროსია გვერდებზე? ხო, ანუ ნაწილები. რაღაც ეგეთი იქნება მგონი. ალბათ ესეთი უიშვიათესი ისექნება მეტალი რა. ხო არ ვიცი მეგობრებო, ჩვეულებრივი ყურსასმენია რა. და უკვე გადმოვედით $60,000 ყურსასმენზეც. არ ვიყიდი, მაგრამ იმას ჯობია. ბინასაც იყიდი, მანქანასაც იყიდი, კომპიუტერსაც იყიდი, ყველაფერს იყიდი. ასეთ ნაუშნიკს მარტივად ვერ გააბუჭე. აი ესე ეგრეთ სუდარტყა მაინც არ გაბუჭდება ხო? არა, თუ გაგაბუჭდება. ბიჭო, ალბათ იმიტომ ის ასე რომ პირველ რიგში ტყავი იქნება, სხვა მეტალი. ჩვეულებრივ ადამიანისთვის არ არის რა განკუთვნილი რა თქმა უნდა ასეთი ის. არა, ეს უკვე გასაგებია, ეს უკვე გასაგებია $100,000. $100,000 გასაგებია. ოუ, ნახე თან თავზე რო უკეთია ამ ვიღაცას. მე მგონი ეგეც ოქროსია და მაგიტო ეს ეგეც. მარტო ბრილიანტია, ბიჭო, შეხედე რას ქვია. ნახე რა მაგარი არ ვიცი რა. ასეთი ყურსასმენისთვის მართლა ღირს ამდენი ფული ალბათ. ასე რო გაივლი უნივერსიტეტში. და ვიღაცა გიჯემა თრავმა ავაზაკმარო მოპაროს უბრალოდ. აი რა უნდა ქნა. და ბოლოს გრჩება სულ მარტო ერთადერთი და განუმეორებელი ყურსასმენი, რომელიც არის $750,000 ყურსასმენი. ანუ რამდენი ფრენკლინი გამოდის? 750 ფრენკლინი. ხო. სულ ბრილიანტებში უბრალოდ რა არის ესა? $750,000 რავი აი. ნახე ერთი კარატი მგონი რა იღირება ეგ რაღაც ბრილიანტი რო არის ეგ მაგით იღირება მარტო ძალიან ძვირი. ნახე უბრალოდ ძალიან მაგარია არ ვიცი რა თქმა უნდა. აი მოკლედ აი ესეთი არის რა. აქვს 126.76 карантини карантини არა карати თუ როგორც ითქმის ხო და ეხა დღეს რაც ვნახეთ ამ ვიდეოში შენ რომელს იქონებდი აქედან ალბათ მაგალითად JBL-ის ყურსასმენების გამოვარჩევდი $100 რო იყო აი მე საერთოდ დამჭირდება ეხა $750,000 ხო რა მე მაგალითად $750,000 მომეწონა და გამოიწერეთ არხით თუ მინდათ რომ თქვენს მომარში გქონდეთ ეგ $750,000 ყურსასმენი